მოგახსენებთ, რომ ბრალი ჯერ ოფიციალურად საყენებული არ არის, შესაბამისად არ ვიცით, რას ედავებიან ილია ღუდუშაურს. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალი არ წაუყენებიათ და საქმის მასალები ჩვენთვის არ გადმოუციათ. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად, კონკრეტულად საქმის დეტალებზე არ გვისაუბრია იმის გათვალისწინებით, რომ ბრალის საყენებას ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას. ამის შემდეგ უკვე შემეძლება, რომ უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. თქვენი დაცვის მხოლოდ ზოგადი საუბარი და აქედან გამომდინარე კონკრეტულად რაიმეს თქმა არ შემიძლია. ამ ზოგადი საუბრისას, ბატონ დიმიტრი, კითხეთ თუ არა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს, დაკავებამდე ჩვენი ინფორმაციით იყო რამდენიმე გამოკითხვა მისი დაბარება საგამოძიებო სამსახურში. რას ეხებოდა კითხვები და რას ეკითხებოდა მას საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები? მე ვიცი, რომ დაკავებამდე რამდენიმე თვითადრე იყო დაწყებული გამოძიება, ვიცი, რომ ის ნამყოფი არის გამოკითხვაზე, თუმცა ჩვენების დეტალებში არ შევსულ ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალების გადმოცემას ველოდები და მინდა რომ უშუალოდ საქმის მასალებიდან გამომდინარე ვისაუბრო მასთან და არა მხოლოდ ესე მონაყოლით. დაკითხვები უძღოდა დაკავებას წინ. დიდი ალბათობით დაკავებულმა ღუდუშაურმა კარგად იცის, რა ინტერესი აქვს გამოძიებას. დღეს საგამოძიებო სამსახურში თქვეს, რომ ჩაწყობილ ტენდერებს ეხება საქმე და დიდი ოდენობით ფულის მოპარვას. ევროპულ ფულზეა საუბარი. ამაზეც არაფერი უთქვამს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს? აი ნახეთ წეღანაც თქვი რომ ალბათობაზე არ გვისაუბრია, მე მირჩევია რომ საქმის მასალების გადმოცემის და შესწავლის შემდეგ უფრო დეტალურად გავიარო მასთან ყველაფერი და მე უკვე მოგახსენებ თქვენს დაწვრილებით. ილია ღუდუშაური დუმილის უფლებას იყენებს ბატონო დიმიტრი თუ მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის? ჯერჯერობით ის გამოკითხული არ არის, აქედან გამომდინარე პოზიციას ჩამოვაყალიბებთ ბრალის წარდგენის შემდგომ, რაც მასალებს გავეცნობით, მერე გახდება ცნობილი მისი პოზიცია, მისცემს ის ჩვენებას დეტალურად თუ დუმილის უფლებას გამოიყენებს. ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ჩვენ წინ გვაქვს მაგალითად მისი ძმის შემთხვევა, როდესაც ვლადიმერ ღუდუშაური დააკავეს, დაახლოებით ანალოგიური ბრალით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და შემდეგ ის საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. მას თხოვდნენ რომელიმე კონკრეტულ მაღალჩინოსანზე, მაგალითად ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ აზარაშვილზე ხელის დადებას, ეხებოდა კითხვები აზარაშვილს, როდესაც ის გამოკითხვაზე დადიოდა. ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. კი, მაგრამ ამ გამოკითხვებზე რას მეკითხებოდნენ? თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს არ უკითხავს თქვენთვის ბატონო შალვა, არ უთქვამს თქვენთვის? შალვა არა, დიმიტრი. უკაცრავად ბატონო დიმიტრი. ნახეთ, დეტალებზე არ გვისაუბრია ამ გამოკითხვის შინაარსთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალების გადმოცემას და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ველოდებით. როგორც კი ბრალის წარდგენა იქნება, მე უკვე გავივლით დეტალურად ჩემი დაცვის მყოფთან, კონკრეტულად რამდენად რეალურია ეს ბრალდება, რამდენად არის გამყარებული მტკიცებულებებით და მოვახსენებ შემდგომ. როგორ მოხდა მისი დაკავება? რამდენიმე თვის წინ დაიწყო თქვენ თქვით გამოძიება ამ საქმეზე? პირველად როდის დაიბარეს ილია ღუდუშაური გამოკითხვაზე? ეს ამბავი თუ გკითხეთ მას და როდის დაიწყო ეს გამოძიება? ან დაკავება როგორ განხორციელდა გუშინ? რამდენადაც მე ვიცი, გამოძიება რამდენიმე თვის წინ არის დაწყებული, გუშინის ფინანსის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იქნა დაბარებული და იქ მოხდა მისი დაკავება. მეტი დეტალები თუ ზუსტად რომელი საათია მითითებული ფაქტობრივი დაკავების დროში, სად არის დაკავების ადგილი მითითებული ოფში, ესენი არ ვიცი, იმიტომ რომ საქმის მასალები არ გადმომცემია. ჯერჯერობით პოზიცია მას არ აქვს, რას გადაწყვეტს, ალაპარაკდება თუ დუმილს შეინარჩუნებს? ბრალის წარდგენის შემდგომ გვექნება უკვე ეს პოზიცია. ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა საგამოძიებო სამსახურში ბატონ დიმიტრი? საგამოძიებო სამსახურში ადვოკატის გარეშე იყო, როცა ის მიიყვანეს კი. შემდეგ დიახ, გისმენთ. კი. იმ მომენტში, როცა ის მივიდა, იყო ადვოკატის გარეშე. როდის ელოდებით ბრალის წარდგენას? დაკავებიდან 48 საათია ბრალდებას, ბრალის დასაყენებლად, შესაბამისად ისინი დღეს გადაწყვეტენ თუ ხვალ ეს ჩვენთვის უცნობია, ალბათ წინასწარ გაგვაგებინებენ ამასთან დაკავშირებით.
პოზიცია ოჯახის პოზიცია თუ იცით, თუ არ იცით მისი პოზიცია, ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ თქვენ იმყოფებოდით მასთან შესული, ის გუშინაც იმყოფებოდა გამოკითხვაზე, რის შემდეგაც როგორც თქვენ ამ ბორკილები საგამოძიებო უწყებაში დაადეთ, რამდენიმე თვის წინ ის ასევე იყო გამოკითხვაზე დაბარებული, შესაბამისად, მისთვის ცნობილია გამოძიების საგანი, ხომ ასეა? სავარაუდოდ იქნება კი, თუმცა ჩვენ დეტალებზე არ გვისაუბრია.